სახში ხარ? ხო, არ დავსულვარ სამსახურში ჯერ. რატო მოხდარამე? არა, არაფერი, უბრალოდ დილით ვერ მოვასწარი საუბარი თქვენთან და რაღაცაზე მინდოდა დაგლაპარაკებოდით რა. ელენეზე? ხო, უბრალოდ არ მინდოდა რომ თქვენოთ რამე გამომწყვიტა. იცით რა არის? მე და თქვენ რაც არ უნდა კარგი ბებია და მამა ვიყოთ რა. ჩვენ ყველა ვარიანტში თვალი უნდა გავუსწოროთ იმას, რომ ელენეს ცხოვრებაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი. რაც არ უნდა მოვინდომოთ, შეიძლება მას ჩვენი დახმარება არ იყოს. ხო, მეც მაწუხებს ეს ამბავი ძალიან. სამწუხაროდ რაც მოხდა ახლა იმას ვერ შევცვლით. მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ელენისა ეს შიშები ცხოვრების ბოლომდე არ გაყვეს. რა ვიცი, ამიტომ ვიფიქრე, რომ ფსიქოთერაპევტ აღარ მივიყვანოთ. ძალიან კაი იდეა. იცი, მეც ვფიქრობდი ამაზე, მით უმეტეს იმ ღამის შემდეგ, მაგრამ ხო იცი, სპეციალით ძალიან ფრთხილად უნდა შერჩევა. ერთმა ჩემმა მეგობარმა მირჩია და ვფიქრობ, კარგი უნდა იყოს. მართლა? ძალიან კარგი. და სანდოა? სავარაუდოდ სანდოა და თან ვფიქრობ, რომ ელენეც არ შეხვდება ამ ამბავს ცუდად. ხო. ელენე არის ძალიან ჭკვიანი გოგო. ჩვენზე უკეთ იცის რა არის მისთვის კარგი. აი ნახავ, გაიზრდება და იქით დაგვიწყებ ჭკუის დარიგებას. ეხლა ხო არ გვარიგებს რა. ესეც ნამცხვარი შენ რო გიყვარს? არ მინდა ნამცხვარი დაჯექი და მომიყევი ახლა ქეთის როგორ ეჩხუბე. მოდი არ გინდა ჩაის აღავას გავიკეთებ და ცოტა დავწყმარდეთ და ისე დავუყარაკოთ. რა ზოღელავთ? იმიტომ რომ არ მიჩხუბია. იმიტომ რომ არ გინახავს, ხო? არა, ვნახე. უბრალოდ ვერ დავაყარაკე. რატო? გეხვეწები ხომ დამასრულებინა რა ბოლომდე რა და არ მიჩხუბობთ ხო? თან ნამცხვარი რო გადაიღო? არ მინდა. არაფერი, მოკლედ მივედი სალაპარაკოთ და რო უნდა დამეწყო, მე მაქვს რაღაცა თქმელია და ჯერ მეგეთყვიო. დაგასწრო? ხო და მეც ეგ მეგონა რომ ამ თემაზე უნდა დაღლაპარაკი და უცებ დამიწყო ჩემ საქმეზე. მოყოლა რომ ვნახეო ვიღაც იურისტიო, რომელიცო ძალიან მაგარი არისო, შენ საქმეს ხელს მოკიდებსო, ველაპარაკე უკვე, მოკლედ მაგას ყველაფერს მე მოგიყვები და თან ეს კოტე ყოფილა მანამდეც მსგავს რაღაცაში გახვეული. წარმოიდგინე. ეგ კარგია გილოცავ. მერე? ხო და მე და ის იურისტიო დაგეხმარებითო ერთადო და მოკლედ ისე დავიბენი რომ ვეღარაფერი ვეღარ უთხარი რა, ანუ ვეღარ შევცვალე თემა. ანა გოგოს გასაპუტად გაგიშვი და აქეთ მადლობები უხადე და ისე წამოხვედი? ეგრე გამოდის.
მაგრამ აბა რამე თქვა ეხლა ვერ გავიგე რომ ვიცი რა კი შენ დახმარება მინდა მაგრამ თან ცოტას გაგვანძღავ რა ქეთი რა კი აი ზუსტად აიგრე ვეტყოდი მე ვიცი ხა ვიცი აუ მაგდები თავს დაანებებოდეს მე თავს შენ რომ მორჩები მაგ ფეხის თამაშს აი მაშინ დავანებებ თავს კარგი აუ სად არის კასპერა ამდენ ხანს რა აი ორი წუთი ვეღარ ელოდები წარმოიდგინე რაც უფრო მალე მოვა კასპერა ხომ მით უფრო მალე წავალ სახლში მე ხო და რაც უფრო მალე წავალ სახლში მით უფრო მალე ჩავეხუტები ვის ნინის რა ხდება რა აყალმაყალია ამ დილიდან რა შევით გოგოებო ჩვენ დილიდან აქ ვართ აი მორჩი წუწუნს საქმე მაქვს თქვენთან ეგ ვიცით მოკლედ რადგან ამდენი შეკვეთაა და ბევრს მუშაობთ ესე არ შეიძლება ხო მეც მაგას არ ვამბობ არ შეიძლება ამდენი მუშაობა თქო არა ზույად მაგას არ გულისხმობ რადგან ამდენი შეკვეთა გვაქვს და თქვენ ორი კაცი მაინც ვერაუდიხართ და ძალიან იღლებით ნუ მეც გეხმარებით შეძლების დაგვარად მაგრამ ვიფიქრე რომ მეოთხე კაციც ხო არ დავიმატოთ რომ შეფერხება არ გქონდეს რა ძალიან კაი იდეა ბევრად მალე ვიზავთ ბევრად მეც ვეთანხმები ნუ რადგან ზვიადი გვეთანხმება მაშინ ვინმე ვიპოვოთ რა და როგორ უნდა ვიპოვოთ აუ ერთ წამი უჩემოდ ბევრი არის ლაპარაკი მოვალი ხო ალო მოკლედ ჯერ მოვიკითხოთ ახლობლებთან ნუ თუ ვერავინ ვერ ვიპოვეთ მერე ალბათ განცხადებას დავდებთ აჰა ანუ სერიოზული კომპანია ვართ რა თქმა უნდა ხო და კასპერ რახან სერიოზული კომპანია ვართ და თან მეოთხე თანამშრომელიც გვჭირდება მე შემიძლია შენი ასისტენტის მოვალეობები შევითვისა და რა შევა შენ მოვალეობებში რა შევა და აი წარმოიდგინე მაგალითად შენ არ ხარ აქ ან გიკითხეს ან საერთოდ რაღაცა კითხვა დასვეს მე ესე სერიოზული სახით შევხედავ და ვეტყვი იცით მე ამ ინფორმაციას გადავამოწმებ და აუცილებლად დაგიკავშირდებით ნუ არაფერი ინფორმაციას არ გადავამოწმებ არც დაუკავშირდები უბრალოდ ესე რომ ვეტყვი მიფიქრებს რომ რაღაცას ვარკვევ ძალიან კარგი პოზიცია შეგირჩევია ხო თან შენთვის ასისტენტის ხოლო უფრო რაღაც სერიოზულ იმის მოწევს უნდა გავიდე ვიცი რომ ბევრი საქმე გვაქვს მაგრამ მალე მოვიდა ხომ მშვიდობა ირაც პატარა საქმე მაქვს და მოვიდა აი თუ რამე დამირეკე კობა მე ნებისმიერ ინფორმაციას გადავამოწმებ და აუცილებლად დაგიკავშირდებით რავო რაღაცა სისულელეებს ლაპარაკობთ წავედი მე ჩემ ოთახში ვიქნები რა კასპერ იფიქრე ჩემს შემოთავაზებაზე აი ზვიად მოხდი? რომ მითხარი სასწრაფო საქმე მოგვი ცოტა შემიშინა. შენ ყველა მარიამის მეგობრის დარეკილზე სინაგლობ ხოლმე? ჰა? რას გულისხმობ, ვერ ხვდები? მე მგონი ხვდები რასაც გულისხმობ, ძალიან კარგად. კობა დაგინახეთ. შენ და ქეთი. შენს მანქანაში. თაიგულით ხელში. რა ვიცი აბა? ისე ყველა მარიამის მეგობარს ჩუქნი ხოლმე თაიგულს და მე და ეკამ დავაშავეთ რამე? თუ როგორ არის საქმე? ანა ვიცი რომ ძალიან ცუდა ჭირს ეს ყველაფერი. ჟღერს? რა უნდა გენახა როგორ ჩანდა? ანა ვიცი რომ აი ასეთი რაღაცის აღქმა და გააზრება არის ძალიან რთული. აჰა. მაგრამ ისე ნუ გამოგავს რომ თვითონ ვიღაცას ვღალატობ. მე გამომყავს კიდე რამე? 7 თვე არაერაც მარიამი გარდაიცვალა და მაგის ყოფილ მეგობართან ერთად რაღაც ამბებში ხარ და მე ვერ აღვქავ რამეს კიდე ნორმალურად და გადაიაზრე ერთი კარგად რასაც გეუბნები. ანა. რა ანა, მართალი იყო ეკა საერთოდ ყველაფერში. ქეთის ნდობა ერთი წამით არ შეიძლებოდა. ადრე ცხელ შენ გამოიჩხუბეს. ხო? შევამხედე რა ერთი კარგად. და ეხლა კიდე
ერთი წამიც არ დაიცადა, ისე მოგვარდა და დაგიწყო რაღაცაები. არ არის ეგ. აბა როგორ არის? არა, იცი რას გეტყვი, პრინციპში მართალი ხარ რა, რაკეთის მივიდე კი, შენს გაქვს რაღაც პასუხისმგებლობები, რომლებიც უნდა აიღო რა შენ თავზე რა. და მესმის რომ შენ ბედნიერი უნდა იყო და ბლა ბლა ბლა, მე ძალიან გამიხარდება ყობა შენ რომ ძალიან ბედნიერი იყო, მაგრამ ვისთან? ქეთისთან? მარიამის მეგობართან, თან ყოფილ მეგობართან, ყოველთვის მე რა? შემიძლია რომ აგიხსნა. რა უნდა მიხსნა ელენეს აუხსენი და ეთერის რა? იმათ აუხსენი. და საერთოდ ჩემი ბრალია ორ მაგათ მეშლება საკუთარ თავზე ნერვები რომ იმ დღეს მე რო არ დამერიკა ქეთისთვის არაფერი არ მოხდებოდა საერთოდ. ქეთის და ელენეს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. იქამდე სანამ ელენე მიხვდება, რაც გააკეთა ქეთიმ და რაც გააკეთე შენ. და ძალიან იცი რას გეტყვი? შენგან განსხვავებით ხო? ელენეს არ მოუნდება, რომ დედამისი ქეთით ჩაანაცვლოთ. არავინ არავის ჩანაცვლებას არ აპირებს რა. და მით უმეტეს მარიამს ვერ ჩაანაცვლებს ვერავინ. კობა იცი რას გეტყვი? მე მარტო ჩემ მოვალეობას ვასრულებ ახლა როგორც მეგობრის რა, მართლა. და შენ დანარჩენი რაც გინდა ის გააკეთე. თავს გაუფრთხილდი და რა ვიცი რა, მარტო გამიხარდება შენი გადაწყდა. ონა. 2 წუთი თუ დამაცდი რომ რაღაც აგიხსნა, ხო ყველაფერს გაგიგები. არ მინდა რა, აღარ მინდა, მართლა არ მინდა, გეხვეწაპი კობა. მოკლედ კობას ელენეს ფსიქოლოგთან წაყვანა უნდა. ხოდა რა ვიცი, მე მგონი კარგად გახდება ეს ბავშვია რა. კი, ეთო. და ძალიან კარგს იზავს თუ წაიყვანს. აი, მითხარი ახლა თქვენ როგორ ხართ? ნაშვებიან თქვენები? ალხაზი, ნიკა. რა ვიცი. არიან რა ამალხაზის რა უჭირს. ნიკა არ ვიცი. მამამის რო კითხო, ეგეც კარგად არის. მე და მალხაზი კიდევ ვართ ამ ხელა სახლში. მარტოები გამოყრუებულები. ის კი არა სადილს რო ვაკეთებ, იმასაც ვერ ვერევით. მეზობლებს ურიგებ ხოლმე. აბა მეზობლები კი გეყოლება, მადლიერი. კი. ერთი ისეთი კარგი ბიჭია, სტუდენტი, მეზობელი. რო უყურებს, უნიკა მახსენდება. ისიც სამედიცინოზე სწავლო? არა, სტუდენტია. თან მუშაობ ტექნიკის მაღაზიაში, მეგატექნიკაშიო. ძალიან იჭიერი ბავშვია, ეთყობა. იმ დღეს მოვდიოდი ბაზრიდან, რომ დაეტაკა ამ ჩანთებს არბენინა ზევით. კარგი ბიჭი ყოფილა. ეთო იცი, მეწოდება რაღაცნაირად. არ ვიცი. შეიძლება ესე ოჯახიდან შორს როა წამოსული, თან სტუდენტია, თან მუშაობს, სულ ფიქრობ ან რას ჭამს ეს ბავშვი, ან რას სვამს. ვიცი. ოჯახისგან შორს ცხოვრება რთულია. ხო და იმ დღეს გავაკეთე სადილი, ავდექი და ყველაფერი ჩაუტანე. რაღაცნაირად გულზე მომეშვა. ნუ კარგი ხალი ხარ შენ. რა იყო ახლა? ელემენტარული ამას ყველა გააკეთებდა. მაგიტო კი არა საჭმელი რო ჩაუტანი. იმიტომ რომ ასე რო ზრუნავ ყველაზე. გამარჯობა. გამარჯობა. იმცანდებით. მარინა ვარ. ვინ მარინა? ქრივიძე, მარინა ქრივიძე. მაგრამ აქ საიდან გაჩნდა? იცით საქმე მაქვს თქვენთან. არ მახსენდება შენთან რამე საქმე მქონდა საერთოდ. სულ ცოტა ხნით, რამოდენიმე წუთით შეიძლება თქვენთან დალაპარაკება. მოდი.